გვეძლება საშუალება ვისაუბროთ ახალი თაობის ნიჭიერებაზე, ხო? და რაღაცა საოცარ უნარებზე, რომლებსაც ეს ახალგაზრდა თაობა ავლენს ხოლმე და სწორედ დღეს და ახლა გვინდა გესაუბროთ ერთ ოლიმპიადაზე, ოლიმპიადა მოაზროვნეზე და გაგაცნოთ ეს ოლიმპიადა, რომლის ეგიდითაც უკვე არაერთი ოლიმპიადა ჩატარებულა სხვადასხვა საგნებში და მასში მონაწილე ბავშვები, ასე ვთქვათ, მოსწავლეები დღითიდღე მრავლდებიან და ეს ძალიან სასიხარულოა და სხვათა შორის ამ ოლიმპიადის დამაარსებელი, მოაზროვნის, ასე ვთქვათ, ფუძემდებელიც, ასევე საერთაშორისო ოლიმპიადების გამარჯვებული გახლავთ და აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნო რომ ტელესკოლის მათემატიკის ოლიმპიადის იდეის ერთ-ერთი ავტორი გახლავთ და ასევე მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2024 წლის გამარჯვებული ბატონი ივანე გოქაძეა ჩვენთან ერთად. დილა მშვიდობისა, ძალიან დიდი მადლობა რომ დილიდან ჩვენთან ხართ და ამ შესანიშნავ ამბავზე ვსაუბრობთ. თუმცა ივანე მარტო არ მობრძანებულა და ჩვენთან ერთად არიან ასევე ოლიმპიადის გამარჯვებულები და მოდი ასე ვიტყვი, ყველაზე პატარა და ყველაზე დიდი გამარჯვებული იმ 7 გამარჯვებულიდან, რომელიც გამოვლინდა შემოდგომაზე, ხო? დავიწყოთ, მოდით ჯერ გავაცნოთ ეს ადამიანები. დავით ჩარკვიანი, პირველი კლასის წარმომადგენელი. მოგესალმებით ბატონო დავით. მოგესალმებით და ტატო კონჩაძე, მეათე კლასის წარმომადგენელი და გამარჯვებული. ძალიან დიდი მადლობა რომ ჩვენთან ხართ და როდის დაიწყო, როდის ჩატარდა პირველი ოლიმპიადა და რა საგნებს მოიცავდა ის? მოგესალმებით ყველას, წარმატებულ დღეს გისურვებთ თქვენს და თქვენს მაყურებელს. რაც შეეხება მოაზროვნეს ოლიმპიადას, მოაზროვნეს ოლიმპიადა, ასე ვთქვათ, ლოკალური მასშტაბებში შეიძინა დაახლოებით 3-4 წლის წინ. მანამდე უფრო სასკოლო ოლიმპიადებით ვიყავით შემოფარგლული. თუმცა 3 წლის წინ დაახლოებით 3 წლის წინ გაფართოვდა უფრო არეალი, საგნების რაოდენობაც გაიზარდა, ასე ვთქვათ, ჩვენ ადრე მხოლოდ მათემატიკაში ვატარებდით ოლიმპიადებს, ახლა უკვე ქართულ ენასა და ლიტერატურაში და ინგლისურ ენაშიც დავამატეთ. და სხვათა შორის, როგორც აღმოჩნდა, საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის. როგორც გითხარით, უკვე ფაქტობრივად რამდენიმე წელია ამ საქმეს ვემსახურებით. და ვფიქრობთ, რომ ამ არც თუ ისე დიდი ხნის განმავლობაში საკმაოდ ბევრი ბავშვი გავახარეთ და საინტერესო საჩუქრებით დავაჯილდოვეთ. ისინი ორი წარმომადგენელი აგერ ვწანდება, როგორც თავად აღნიშნეთ. და პრიზები სხვათა შორის არაჩვეულებრივი პრიზები გაქვთ, როგორც მე გავეცანი ინფორმაციას მოგვიყევით. დიახ, ანუ თქვენ როგორც აღნიშნეთ, მეც პატარაობიდან ოლიმპიადებში ვიყავი ჩართული. და მახსოვს, რომ ის მედალიც ამოვნო იყო, თქვათ, პრიზიც რაღაცა, მაგრამ ყველაზე მეტად გვიხაროდა ხოლმე, როდესაც საზღვარგარეთ გვიწევდა წასვლა და რამე ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება. და ახლა როცა თავად ვარ მასწავლებელი, ვიფიქრე, რომ ამ კუთხით უნდა ყოფილიყო ოლიმპიადა გამორჩეული. და ჯერჯერობით ამ ჩანაფიქრს კარგად ვასრულებთ. ეხლა ნოემბერში, 2025 წლის ნოემბერში ყავდა წინა სეზონის გამარჯვებულები რომში და ძალიან ისეთი კარგი დაუვიწყარი დრო გაატარეს ბავშვებმა. ეხლა ეს ტატო და დავითი ბოლო სეზონის გამარჯვებულები არიან, ანუ ნოემბერში დაიწყო ეს ეტაპი, პირველი ეტაპი, შემდეგ მეორე ეტაპი, დეკემბერში დასრულდა. და უკვე აგი 2026-ში გამოვლინდა გამარჯვებულები და თებერვლის ბოლოს რამდენიმე დღით ფრანკფურტში გაიმგზავრებიან ბავშვები და რა ვიცი, ალბათ კარგ დროს გაატარებთ. ივანე, მე რამდენადაც ვიცი, თქვენ უკვე საერთაშორისო მასშტაბებზე გახვედით და საერთაშორისო ოლიმპიადებს ატარებთ. რა გამოცდილება გაქვთ აი ამ დარგში? გეტყვით, რომ საქართველოში საერთაშორისო ოლიმპიადა ერთადერთხელ ჩატარებულა, ასე ვთქვათ, 2024 წელს და მოაზროვნეს ორგანიზებით მოხდა ესა. ჩატარდა ქალაქ წყალტუბოში 2024 წლის 11-17 აპრილს და 55 ქვეყნის ნაკრები იყო ჩამოსული. ძალიან მასშტაბური, კი, ნამდვილად იყო. პირველი იყო თან საქართველოს ისტორიაში საერთაშორისო ოლიმპიადა და ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო, მაგრამ მეორე მხრივ არა მარტო მე, არამედ გუნდმა, ვინც მიიღო ამის ჩატარებაში მონაწილეობა, თავისთავად თავდაჯერებულება შეგვმატა და გაგვიჩნდა პრეტენზიები, რომ სამომავლოდაც რაღაცას მსგავს უმასპინძლოთ
და ნახოთ იმედი გვაქვს რომ კიდე გაგრძელდება ეს საორგანიზაციო კუთხით ყველაფერმა კარგად ჩაიარა რაც თან იმიტომ რომ 55 ქვეყანა ხა არ არის ცოტა მასპინძლობისთვის ასე ვთქვათ რამდენი წარმომადგენელი იყო ის ჯამში ჩამოსული გეტყვით თითოეული ქვეყნის ნაკრებ გუნდში არის 4 მონაწილე და 2 მწვრთნელი შესაბამისად საკმაოდ მოცულობს გარდა ამისა იყვნენ ასე ვთქვათ ჟიურის წევრები და სხვა ოფიციალური მოწვეული პერსონები დაახლოებით 500 ადამიანი იყო ქართველების ჩართული ამ პროცესში. ამ გამოცდილებასთან ქართული გენიც რო დაემატება. სტუმართ მოყვარეობის თვალსაზრისით მე მგონი ყველა კმაყოფილი უნდა წასულიყო. ჟიურის წევრებიც საერთაშორისო იყო, ხო? დიახ. ჟიურის წევრების 90% იყო, ასე ვთქვათ, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი გამოცდილი მათემატიკოსი. აი მე ვხედავ ეხლა ბატონ დავითს რაღაცა პრიზი აქვს ჩამოგუჯული. აბა გვანახე. მოგვიყევი დავით რა არის ეს აბა? არის ეს აბა გითხარი? გერმანიაში მივდივარ. იგი აინშტაინის ქვეყანა. აინშტაინის ქვეყანა. ხო. აინშტაინი შენი კუმირია? 19-ში და მოკდა 1955-ში მოვფიქრობ ეს თუ შემოშალა არ არის პრობლემა ყოველთვის. აა კაცო რა პრობლემა? შენ აინშტაინი შენი კუმირია? გიყვარს აინშტაინი? კი. უდრის mc კვადრატი. მარტივად აგვიხსნა. მარტივად აგვიხსნა, აგერ სინათლის სიჩქარის ფორმულას დაგვიხარდა. რა არის შენთვის მათემატიკა? აი მოგვიყევი. მათემატიკა? ხო. უფრო ბევრს და ბევრს IQ-ს მოხსენს. მაგალითად, შენ ბევრი მათემატიკა არ იცი. ნამდვილად. ხო. მაგალითად 1+1 არ იცი რა, ხო? მერე შენ გექნება ძალიან ცოტა IQ. მაგრამ შენ თუ იცი უდრის mc კვადრატი და ასე შემდეგ. გამაცამტვე რა პრაქტიკულად. ბევრი IQ. გასწო რა მიწას. F უდრის -F, F უდრის M და ეს უკვე ფიზიკაზეა გადასრული, მარტო მათემატიკით არ შემოიფარგლება. F უდრის -F არის რომ ეს რაღაცას რომ დაარტყო მაგალითად, ხო? ესე ნიუტონის კანონებზე გადავიდა. ფუჭდება და შენ გეტკინება. კი. სწორია, კი ბატონო. კი. ესე იგი შენ გინდა რომ ფიზიკოსი გამოხვიდე მერე? აი, просто ესენი ვისწავლე. კია. ხო, ისწავლე, ესე იგი მოგწონს ეს ასწავლე. ხო, კი. აჰა, ძალიან კარგი. და დატოსაც ვკითხოთ მოგესალმებით. როგორი იყო ამ კონკურსში, ამ ოლიმპიადაზე მონაწილეობა და საერთოდ აი მე მაინტერესებს უფრო აი თქვენი ასაკის ახალგაზრდებისთვის რა დატვირთვა აქვს აი ასეთ ოლიმპიადებში მონაწილეობას? რას გაძლევთ ეს? ჩვენი ასაკის ბავშვებისთვის ოლიმპიადები უკვე ძალიან მნიშვნელოვანი არის, უკვე ასე რომ ვთქვათ, ჩვენს ასაკში ვინც არის შესული, უკვე სერიოზულად ფიქრობს ოლიმპიადის წარმატების მიღწევაზე და ასეთი ოლიმპიადები შედარებით იშვიათად არის და ეს ჩემთვის ძალიან კარგი შესაძლებლობა იყო. შესაძლებლობა იყო რისთვის? აქ არის თვით გამოხატვა, შენი თავის შეფასება, თუ საბოლოო ჯამში ეგეც არ არის ცუდი, თუ ამ მოგების შედეგად საზღვარგარეთ აღმოჩნდები ერთ დღეს. მოტივაცია რა იყო თქვენთვის? ჩემთვის მოტივაცია იყო, რომ ამ ზოგად პატარაობიდანვე ჩართული ოლიმპიადებში და ძალიან მინდოდა ასე რომ ვთქვათ ოლიმპიადაში გამარჯვება. აქამდე ასეთი პრიზი არ მომიგია და პირველი შემთხვევა იყო ეს ჩემი. ისევ ივანესთან დაუბრუნდეთ ახლა აი მე მაქვს ერთი შეკითხვა თქვენთან მექნება ან პრაქტიკულად იგივე შეკითხვა რაც დატოს დაუსვი რატომ არის მნიშვნელოვანი მოსწავლეებისთვის ჩართულობა მსგავს ღონისძიებებში ზოგადად აი რას აძლევს მათ გარდა ნუ აი ამ დიდი გამოცდილებისა ბუნებრივი კი ბატონო ახლა ისე გამოვიდა რომ მათემატიკის კუთხით წავედით და ნამდვილად ჩვენი პირველი მიმართულება ეს არის მათემატიკა. სხვა საგნებს პატივისცემთ, მაგრამ მაინც ამ კუთხით ვსაუბრობთ ახლა. ამ ოლიმპიადების ჩატარების იდეა ზუსტად რა არის, რომ თუ გინდა გავიგოთ, შეგვიძლია ბატონ დავითს შევხედოთ, ტატოს შევხედოთ და მივხვდებით, ანუ სწორედ ასეთი ბავშვების წახალისება და მათემატიკას სიღრმეებში შესვლა, იმიტომ რომ მეც ხო გეუბნებთ, აი პატარაობიდან სულ ოლიმპიადებში ვიყავი ჩართული და ეს საქმე იმდენად მიყვარს, რომ
ღამეების არ მეძინა ხოლმე და ახლაც ვაგზელებ როცა შევძლებ და აი ბატონი დავითი მაგალითად ჩვენი პატარა მეგობარი ძალიან გამორჩეული არის თავის ასე ვთქვათ ასაკობრივი ასაკიდან გამომდინარე სოციალური ქსელებით ბევრიც იცნობს და ერთ-ერთი იმედის მომცემი ქართველი ახალგაზრდაა და მე დიდი მეც ვიტოვებ რომ როდესაც წლები გავა ჩვენ ყველანი ვიამაყებთ რომ აქ ერთად ვიყავით სტუდიაში და ამის ძალიან დიდი შანსი არსებობს. მე დიდი სურვილი მაქვს წასვლის წინ ავტოგრაფი რომ მომცე შენ. ხო შეიძლება არა? დიდად მადლობელი ვიქნები. ბავშვები არიან ჩვენი მოტივატორები და ვფიქრობ რომ თუ მათი ასე ვთქვათ მათემატიკაში შემოსვლაში ჩვენ დავეხმარებით ჩვენი ოლიმპიადით და ვეხმარებით იმიტომ რომ ოლიმპიადა არის მარტო ის ხო არ არის ახლა ყველა ვერ იმარჯვებს გასაგებია მაგრამ იქ დასმული ამოცანები ამ ხალხს უბიძგებს მე ახალი ცოდნის შეძენისკენ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ამოცანები ვფიქრობ რომ დიახ იმაზეა გათვლილი რომ შეიძლება ვერ ამოხსნა მაგრამ დაინტერესდე და გაარკვიო და სიღრმეებში შეხვიდე შემდეგ და ვფიქრობ რომ ამ ხალხს მოწონთ ასეთი სირთულეები და ჩვენ შევეცდებით რომ სირთულეები არ მოვაკლოთ ხოლმე. მე რამდენადაც ვიცი, პატივცემულმა დავითმა გამოამჟღავნა საოცარი ნიჭი, ორნიშნიანი და სამნიშნიანი ციფრების მიმატება, გამოკლება, გამრავლება, გაყოფა და ასე შემდეგ. კოესია რა? მე არ ვფიქრობ რომ ეს მისი ყველაზე დიდი ნიჭია, მე სხვა ნიჭს ვხედავ როგორც მასწავლებელი, მაგრამ ეგეც ნამდვილად არის მისი ნიჭი. სხვათა შორის დავითმა ინგლისურის ოლიმპიადაშიც მიიღო მონაწილეობა და მეორე კლასელებში ასე ვთქვათ ყველაზე მაღალი ქულა დაიმსახურა და რა ვიცი, ანუ მრავალმხრივ განვითარებული ბიჭია და ტატოს რაც შეეხება, ტატოსთანაც მაგ შეეხება ბავშვობიდანვე ვიცნობ სხვათა შორის და სწორად აღნიშნა, რომ ყოველთვის იყო ჩართული ოლიმპიადებში, ასე ვთქვათ, საერთაშორისო ოლიმპიადებშიც აქვს გამოცდილება, მიუღია სხვადასხვა საერთაშორისო ოლიმპიადაზე. ჯერ მე-10 კლასელია, კიდე 2 წელი წინ აქვს და იმედია, რომ მედლებითაც დაგვიბრუნდება საერთაშორისო ოლიმპიადებით. აი თქვენ სოლიდარული მოკლედ კომაგობთ და თქვენ თქვით რომ როგორც პირობა მოგვეცით რომ დამთავრდება ის კონკურსი რა იქნება როგორ იქნება მოხვდით ჩვენთან და მოგვეყვებით მერე და მოუყვებით მაგას. ეს აუცილებლად. მოგცემთ მაგ პირობას და ახლა აუცილებლად უნდა თქვა და გულწრფელად მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმიტომ რომ ის რომში წასვლის წინაც თქვენთან მოვედით და მშვიდობით წავედით და ჩამოვედით. მანამდე გოგონათა ოლიმპიადა წეგან ვახსენეთ საერთაშორისო ოლიმპიადა იქაც საკმაოდ ინტენსიურად შეგდებოდა თქვენ ტელევიზიით და მადლობა რომ გვაძლევთ საშუალებას რომ ეს ჩვენი აქტივობები ფართო მასებს გავაცნოთ. მადლობა თქვენ რომ ამ საქმით ხართ დაკავებული და ასეთ ნიჭიერ ადამიანებს ავლენთ და აცნობთ საზოგადოებას და თქვენ წეგან დავითთან მიმართებაში თქვით რომ როგორც მასწავლებელი მე ცოტა სხვანაირად ხედავ და აი მასწავლებლების როლიც მაინტერესებს ამ ყველაფერში როგორი ჩართულები არიან ამ ოლიმპიადაში? მასწავლებლების როლი ვფიქრობ რომ ძალიან დიდია ნებისმიერი ადამიანის წარმატებაში, ფორმირებაში, ასე ვთქვათ, ადამიანად ფორმირებაში და ახლა თუ კონკრეტულად მათემატიკაზე ვისაუბრებთ, არა მარტო მათემატიკაზე, სხვა საგნებშიც, ან მასწავლებელს შეუძლია შეგაყვაროს საგანი და პირიქითაც, ასე რომ მე როგორც ვიცი, თქვენ მასწავლებლებსაც აჯილდოვებთ, ხო? დიახ, მასწავლებლებსაც ვაჯილდოვებთ, ესეც ჩვენი ასე ვთქვათ ერთ-ერთი მიმართულება და გვინდა რომ მასწავლებლებიც წავახალისოთ და სიმბოლურ საჩუქრებს, მედლებს და ასე სხვა სასიამოვნო საჩუქრებსაც გადავცემთ ხოლმე და სხვათა შორის ჩვენი მედლები თქვენ წამოგიღეთ საჩუქრად და მოაზროვნეს მედლებით დაგაჯილდოვებთ. დიდი მადლობა ნამდვილად. ეს მედლები. დიდი მადლობა. დავამატებდი რომ მე კი შემაფასეს როგორც დაბალი IQ-ს. არა, ეს დავითმა, მაგრამ ეს მედალი მაინც მე. კიდევ ერთი აი თქვენ საიძე გვესაუბრეთ თუ ხო, ზოგადად აი როგორ უნდა მიიღოს მონაწილეობა ახალგაზრდამ თქვენს ჩვენი ოლიმპიადის შესახებ, როდესაც ოლიმპიადა დაანონსდება ხოლმე სოციალური ქსელების საშუალებით შეუძლია დაინტერესებულ პირს ადევნოს სიახლეებს. გვაქვს საიტი, რაც ასევე მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ შეიძლება უკვე მე რამდენად ვიმეორებ, მაგრამ ის რაც ჩემი თაობის ხალხს ასე ვთქვათ აკლდა ქართულ ენაზე რესურსები, ამ კუთხითაც ვზრუნავთ, რომ ახალ თაობას ეს პრობლემა ნაკლებად შეექმნას. ამიტომ გვაქვს ჩვენ საიტი moazrovne.edu.gr, სადაც
ძალიან ბევრი მასალა, მათემატიკური მასალა, საოლიმპიადო ტიპის მასალა დევს და ნებისმიერ მსურველს შეუძლია და უდიდესი იქ განთავსებული მასალის უდიდესი რაოდენობა არის სრულიად უფასო და ხელმისაწვდომი ყველასთვის აბსოლუტურად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და გვინდა რომ ეს ასე ვთქვათ იყოს გავრცელებული მათემატიკურ საოლიმპიადო ლიტერატურას გულისხმობ, იმიტომ რომ არის ხალხი სხვადასხვა სოფლებში მიუწვდომელ ადგილებში შედარებით, სადაც შეიძლება არც იყოს ისეთი მასწავლებელი, ასე ვთქვათ, რომელიც საოლიმპიადო კუთხით ამუშავებს. ან შეიძლება მასწავლებელი იყოს, მაგრამ ჯგუფში არ იყოს სხვა დაინტერესებული პირები და ამიტომ ასეთ ადამიანებს თითოეულს რო იყოს, უნდა კონდეს საშუალება, რომ გაიცნოს ასეთ ლიტერატურას და ვცდილობთ, რომ ამ კუთხით გავანებივროთ ჩვენი ქართველი ახალგაზრდები და მასწავლებლებიც მათ შორის. ეს არის ძალიან დიდი ბედნიერება, ძალიან დიდი ბედნიერება და აბა თქვენ რას გვეტყვით? რა სისურვებდით? კიდევ მონაწილეობას ისურვებდით დატო ესეთ მსგავს ოლიმპიადებში? კი, რა თქმა უნდა, აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას შემიძლია. რომ აქ მოვიდე. აქ არ მოხვიდე? აგარ. იმიტომ რომ მისი რომ ალბათ ეს რაღაცა ცუდი მოხდება, იმიტომ რომ მე აი აქ მარტო თუ ვარ ეს რა ჩემს გარშე, ესე ცოტა მეშინია ესე. იმიტომ რომ ალბათ დედა ჩემი ეს ვის შეგაშილა კაცო? ჩვენ როგორ შევხვდით ხრედა ვარა? ირიკი ჩვენ ძალიან გვიხარია თქვენი სურობა ბატონო დავით. ძალიან გვიხარია და გვიამახება. რა შეიძლება უყურო ამას შენ? აჰა. ხო? ჩვენ წარმატებას გაგახსენება ეს რომ მე მოგეწონება. აი ბაგიცებ. კი უნდა მოვიდე ისე. ძალიან დიდ წარმატებას გისურვებ ტატო ასევე თქვენს და რა თქმა უნდა ივანე თქვენს პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რომ ამ მართლაც არჩეულებრივ საქმეს ემსახურებით და ამ თუნდაც დღეს დაგემშვიდობოთ